Ქალაქ გარდაბანში მოვედით. ხელოვნურ ინტელექტს შევეკითხე, ეგრეთ წოდებულ ხის და ვითხარო გარდაბანის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი ძეგლებია. ისტორიული, მართლა ბევრი და მაგარი ბუნებაა, მაგრამ თვითონ ქალაქში ყველაზე მაგარი არისო მუზეუმი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის გარდაბნის ხარისხობის მუზეუმია. ორჟაბათი პარასკევი. სამწუხაროდ ეხლა ისე დღესა ვართ, რომ მუზეუმი დაკეტილია. ასე რომ თან მუზეუმზე ეწერა, რომ 2000-ზე მეტი ექსპონატია. გარდაბნის რაიონი მოიცავს ძალიან ბევრ იმის, რა ქვია, ნეოლითის ხანიდან დაწყებული, იმით დამთავრებული, რკინის ხანით დამთავრებული ძალიან ბევრ ძეგლს მოიცავს. ანუ ისტორიული მხარეთმცოდნეობა, რასაც ვქედა, გარდაბნის მხარე ძალიან მაგარი და ის არის, რა ქვია, ისტორიულად მდიდარი კუთხე. აი ახლა მუზეუმის გვერდზე მოვედით, ბატონო დავით, როგორ ფიქრობ, ის ვისი ძეგლი შეიძლება იყოს? მებრძოლის. მებრძოლის. მებრძოლის? რატო? ცხენზეა ამხედრებული და ხანჯალი ხმალი უჭირავს. ხო, გასაგებია, მაგრამ ისა ფეხბურთელი ცხენია თუ როგორ არის მაგის საქმე, კაცო? ბურთი რატო უდევს? არ ვიცი. შეიძლება კარად ურთელი. არა, კაცო, მოჭრილი თავი უჭირავს რაღაცის ხელში. ლომის თავი უჭირავს? კი. მონადირის მაშინ.